მოგესალმებით, ეს გახლავთ ლიკა ყაზბეგის პოდკასტი. დღეს მოვიწვიე სტუმრად გოგონა, ძალიან უბრალო გოგონა, რომელიც არ არის ცნობილი სახე. მე სპეციალურად ავარჩიე ესეთი სტუმარი, რომელიც არ იქნებოდა ცნობილი სახე. რადგან თქვენი მოთხოვნაა ძალიან ხშირად წერთ ხოლმე, რომ დაპატიჟეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან ძალიან ცნობილები, იმიტომ რომ ერთი და იგივე სახეები ცოტა არ იყოს მუსაბეზრებელიც შეიძლება გახდეს, როგორც საზოგადოება ამბობს. პრინციპში ვეთანხმები. არიან ადამიანები, ძალიან საინტერესო ადამიანები, დაახლოებით 20 ადამიანი, მეც ვაპირებ მათ მოწვევას, მართალი რომ გითხრათ, რომლებიც დადიან სხვადასხვა პოდკასტებში და ფაქტიურად ერთდროულად, ერთი და იმავე დროს ერთი და იგივე ადამიანები არიან ხოლმე YouTube სივრცეზე, რაც შეიძლება იყოს ერთი მხრივ მოსაწყენი. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ჩემი პოდკასტის მეშვეობით გაგაცნოთ აი ესეთი ადამიანები, უბრალო ეძახე შენ და საკუთარ თავს ვარსკვლავს უწოდებს ეს გოგონა. სანამ გადმოვალ პირველი კითხვით, შოკა ჯიქია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემი სტუმარი. მინდა ჩვენი მხარდამჭერების შესახებ გითხრათ, ეს არის პოდკასტ ზონა, რომელიც მდებარეობს ვერაზე, როდენის 3 ნომერში და ასევე ფოტია, ბრენდი ფოტია, რომლის აქსესუარებითაც არის შემკობილი ჩვენი სტუმარი. კი, დამბეჭედით. შოკა, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, ძალიან მიხარია, რომ ვარ თქვენი პოდკასტის სტუმარი და არ დავმალა და ვიტყვი, რომ როცა ვუყურებ ხოლმე პოდკასტებს, ზოგადად წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს თავს, მე ხო ვარ ვიზუალიზაციის დედოფალს უწოდებ ჩემ თავს და ვარსკვლავსაც. და უბრალო ვარსკვლავი, რომელიც დღისით, არა, დღე დედამიწაზე ვარ და საღამოობით ხოლმე ზეცაში, ესე იგი, როცა მინდა ვარ ცნობილი, როცა მინდა ვარ კონკია, დღისით კონკია, საღამოს დედოფალი, ესეთი ვარსკვლავი შოკა ვარ. ჭირდება აქ კონკია სტუმარი. ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე ვარ კონკია, რას ვეძახი კონკია ზოგადად გადავედი ხა სხვა თემაზე. კონკია შრომობს, სულ შრომობს, მაგრამ შრომა აკეთილშობილებს და საღამოობით ვარ დედოფალი, იმიტომ რომ შემიძლია იგივე სამოში დაღლილმა და კანცელმა ჩემში ტვინში გადავრთო რაღაცა. აი რა საქმეა რომ მე ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ მაყურებელსაც რა. მე ვარ მრავალმხრივ ნიჭიერი, თვითნასწავლი, ხა რასაც ჩამოგითვლით ყველაფერში თვითნასწავლი ვარ. შენი ორი ხელობა სახეზე მაქვს? ჩემი გაბრენჭულია, სხვათა შორის ქავატოლიკ ისაც ლამაზია, მაგრამ მქონდა ფუფუნება, რომ წეღან გამებრენჭა. დანარჩენი შენ ჩამოთვალე. მე ვარ სტილისტი, ვიზაჟისტი, დიზაინერი, პოზიტიური აზროვნების მენტორი, მედავითნე, ბლოგერი, ინფლუენსერი, ღონისძიებების წამყვანი. გაჩერ კიდე რა ვარ? და უბრალოდ ბედნიერი ადამიანი და მომავალი მილიონერი. მე მგონი მაგით უნდა დაგეწყო. ბედნიერი კი, მე ვარ ბედნიერი ადამიანი ნამდვილად და ამ ბედნიერებასაც მე თავად ვიზიდავ და ვქნი. ბედნიერება ხო არჩევანია. დილა, აი ვარსკვლავების მიზანი, როგორ მივახციე ვარსკვლავებს, ყოველ დღე რომ მითენტება. მე ისე ცხოვრება მაქვს, ქალბატონი ლიკა, ვერც ერთი რეჟისორი ჩემ ცხოვრებას ვერ დაწერს. ქალბატონი ლიკა რა იყო? ეხლა მოიცადე. ეს რა იყო? ვიდეო ოფიციალური. ესე იგი დილა რომ მითენდება, იატაკზე ფეხს რო ვადგავ, აი ვიძახი რომ მე ვარ მსახიობი. ვარ ჩემი ცხოვრების მსახიობი და ვდგავარ სცენას. სულ ესეთ როლებში ვარ. რეჟისორიც ვარ, ესე იგი თქო, მე ვწერ ჩემს სცენარს, მე ვარ ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი. შენ ხო მოდელიც ხარ? მე ხო მოდელი ვარ და ვინ? ქალბატონი ლიკა. ლიკუნა, მოკეთ მე შენ დამპირდი რა კარგად გასწავლიო სიარულს, მაგრამ მქონდა მასტერ კლასი, სადაც ალბათ 2 წუთში მასწავლა და ეს 2 წუთში ისეთი სიტყვები კი, სიარულის ხელოვნება პოდიუმზე გავედი და უგეგმავა და აი 2 წუთში გამიყვანა და მე არ ვიცი შენ რამდენად გახსოვს ის სიტყვები, მაგრამ ჩათვალე რომ მარტო ხარ, ჩათვალე რომ თავაწეულმა უნდა იარო და შენ სირგული ვითომ ვერავის ვერ ხედავ, იმისათვის რომ არ დაიძაბო, რა თქმა უნდა გაიარეს თავისი ლამაზი ფეხები და ისეთი მონახაზი მაჩვენა და მე ხო პოზიტიური ვარ და ყველაფერს ხო მარტივად ვითვისებ, ჯადოსურ სათვალისაც გაგაცავ და ავიტაცი და რა თქმა უნდა პოდიუმზეც გამოვედი. ხო მახსოვს რომ გაგიცანი სათვალეები გეკეთა მინების გარეშე და გითხარი რომ რა გინდა სათვალე თუ მინები არ გაქვს. მე მაქვს ჩემი თურმე როგორი დატვირთვა ქონია შენ სათვალეს? ეს აქსესუარია, რომელიც ფერების და დიზაინის მიხედვით მაქვს და ვიძახი რომ აქედან ვხედავ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა და არა იმას, რაც რეალურად ჩანს. განა ვერ ვხედავ და გავურბივარ რეალობას, მაგრამ კონცენტრაციას ვაკეთებ იმაზე, რაც მე მინდა და ზუსტად იმას ვიზიდავ, რაც მე მინდა
მინდა და წეგან ყვებოდი რომ პოდკასტებს რომ ვუყურებდი ჩემ თავს წარმოვიდგენდი რომ ეს ახლა წარმოიდგინე გრძელდება ალბათ 3 წელი მეტი თუ არა და მე 3 წლიანი სტაჟი აქვს პოდკასტებს იგი როგორ არა ნუ თუ ქართულს თუ არა ყოველთვის ვუყურებ მე და როდის დადგება ის დრო რომ მეც ვიჯდები პოდკასტში და მივიღებ მონაწილეობას აგერ დადგა ეს დალოცვილი დღე იმიტომ რომ შენარი ყველაზე დიდი განძი აი მილიონერობის რა არის რომ ვიძახი რომ მე კი ვარ ახლა დღეს უფულო მილიონერი მაგრამ პოტენციური მილიონერი იმიტომ რომ იმისათვის რომ იაზროვნო მილიონერებით მილიონი საჭირო არ არის ამისათვის საჭიროა რომ შინაგანი სიმდიდრე გქონდეს გყავდეს კარგი მეგობრები ერთ-ერთი განძი აგერ სიხარ იმიტომ რომ მე ამ განძს ვუფრთხილდები ბროლის ჭურჭელებით და აი ესეთი განძი მაქვს შეგროვილი აი ადამიანური ღირებულებები რომელსაც ვერ იყიდი ფულზე და ამ ყველაფერში უკვე ჩავაბარე გამოცა და ფული რისთვის მჭირდება რომ რასაც მე მიკეთებენ და რას იკეთებს მიკეთებ მე მეც გავაკეთო თორე ხე ვარ ასე რომ ვიცხოვრო მთელი ცხოვრება არ მაკლი არაფერი არც მთა არც ზღვა არც მოგზაური არ გეწყინოს ახლა რასაც ჩემი აგერ დიზაინერი რო არ მეტყობა გეტყობა ჩემი შემოქმედება ჩემი შეღებილია მიჭრილი მოჭრილი და დარინას მადლობა აქედან არაჩვეულებრივ გოგოს რომელიც არის ჩემი ინსპირაცია თუ როგორ მივჭრა მოვჭრა ეს ყველაფერი და მე და ფოტიას რომლის ფოტია ბრენდ ფოტია საყურე აგერ ბეჭედი მომშვენებს რომელიც არაერთხელ მაქვს ფუფუნება რომ მისი აქსესუარებით დავიმშვენო სადღესასწაულო დღეები სიტყვას წერან დავიწყე ბანზე ნუ ამიგდებ სიტყვას თუ ვერ გაიგე ხალბატონობაზე? არა, წეგან დავიწყე და მე გადახვედი საინტერესო თემაზე, მაგრამ რაღაც უნდა გითხრა და არ გეწყინოს თქო. რა. მე ხომ იცი არაფერი არ მწყინს მართლა. ხო? კი, გულთან არ მაგარაფერი. შეიძლება დიდად საწყენი ხო არც არის, მაგრამ მიფიქრია შენზე რა. ეს ყველაფერი შირმა ხომ არ არის. შენ როგორ გრძნობ? აი მითხარი შენ რას გრძნობ? არა, ეს შირმა შეიძლება იყოს შენთვის ავთენტური. ანუ შეიძლება ვერაცნობიერებდეს ადამიანი. ნუ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. გახსოვს ახლა რა გამახსენდა? მე და შენ ვიყავით დოჰაში და იქ აფრქვევდი შენს აი ამ საოცარ ხასიათზე მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს მოგზაურობა დაუვიწყარი ჩემთვის არის შენს გამო, შენ რო არ ყოფილიყავი, დიდი მოწყენილობა, ხო, მოწყენილობა არა, მაგრამ ნუ ძალიან დიდი ხიბლი იყო ის რომ შენ თან ვიყავით ერთ ნომერში და 5 დღე და თქვა რომ ეს იყო ყველაზე განსაკუთრებული მოგზაურობა, იმიტომ რომ ზუსტად მაგიტომ მკითხე შენ რას გრძნობ. ითამაშებ 1 საათი, 2 საათი. აჰა, 1 დღე, 5 დღე ვერ ითამაშებ, თვეები წლები ვერ ითამაშებ, იმიტომ რომ მე ვიძახი რომ მსახიობი ვარ. მე ვარ ჩემი ცხოვრების მსახიობი, მაგრამ ჩვენი გადაცემა რა არის ნამდვილობაზე. ნამდვილი მსახიობი. მე შეიძლება კითხვა დაგისვა, რომელიც არ შეიძლება ჩემი კითხვა არ იყოს, მაგრამ მე ვიღაცას უთქვამ შენზე, შეიძლება საზოგადოება ინტერესი გაუჩნდეს. მეგრელი ვარ თან აქვე მინდა ვთქვა, აფერისტი მეგრელი ვგონი ვარ ამ ხალხს, იმიტომ შეუძლებელიაო ესეთი სულ კარგი ხასიათზე იყოს. დამთავრებინე, იქ იყო ქალი. ფუთიში რასაყვაროდ მითხრა. იქ იყო ქალი, რომელიც განრისხდა შენს ამ ბედნი, არა, შენს ბედნიერებაზე. ხო. ახსენე იცი რა არის, ღრმად რო ჩავფიქრე. მაგრამ მე რა მოხდა? ბევრი მიზეზი შეიძლება კონდეს და საინტერესო მიზეზები. თუ რატო გაბრაზდა, თუ აი უარყო, თუ არ ვიცი რა დავარქვა და აი ესეთი ფრაზა წამოისროლა, რომ სად შემიძლია მე ამდენი ბედნიერება, ხო, ამდენი პოზიტივია, ამდენი პოზიტივი. აქედან დასკვნა არიან ადამიანები, რომლებსაც გადაჭარბებული პოზიტივი აღიზიანებთ. კი, როგორ არა, კაცო, მეც მყავს ირგვლივ და მე როგორ ფიქრობ, რატომ ხდება ეს, რატომ ეს არ არის ჩემი პრობლემა. მე ეს არ არის მისი პრობლემაა და რატომ უბრალოდ მაინტერესებს, იმიტომ რომ ვიცი რომ კარგად ვიყავი ფსიქოლოგიაში. ამაზე ვიტყვი ხა როგორ მე საინტერესებს და ალბათ ამას ხსნი როგორ მე ვარ მზე რომელიც ყველას ათბობს, მაგრამ აი მზე ხო ყველას გვინდა ეს რუჯი და რაღაც გარუჯული კანი, მაგრამ გარკვეული საათების 8-დან რაღაც 10-მდე თუ 11-მდე, კაი 12-მდე ვთქვათ, ესე მაწყობს ხოლმე გარუჯვა, არის D ვიტამინი. 8-დან 10-მდე არის D ვიტამინი. და 12-დან 3-მდე არის დამწვრობა. იგივე მზე. ასე ხომ ასე ხსნი რომ ნუ ყველასთვის ვერ ვიქნები D ვიტამინი. ზოგი იწვევ ამ ჩემი ენერგიებით და მე კი არ მწყეს, მე მზე ვარ. ხო ეს ჩემი მიგნება, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანის პოზიტივი გაღიზიანებდეს. მე ვარ ადამიანი რომ იგრძენი ეს რო გითხრა. მე იქ არ ვიყავი. შენგან არა, კაცო, მე სხვაებიც მეუბნებიან, არიან ადამიანები დაგუღალა შენმა პოზიტივმა. რამოდენიმე. რეაქცია იმ წუთას შენი. ასე მადლობა ღმერთს რომ მე ვარ ის ვინც ვარ და იმან
დამანახა თავის ის ხო მისი პრობლემაა და მე ბალანსდები, იმიტომ კი არა რომ მე მეწყინა, იმიტომ რომ მას არ მინდა რომ ეს აგრესია გაუღრმავდეს, იმიტომ რომ ეს ხო მისია და ვცდილობ მე გავერიდო ეს ხო არჩევანი უკვე ჩემზე ახლა საერთოდ შემიძლია ვაფრქვიო ენერგიები იქ სადაც არ იღებენ ეს ხო ყველაზე დიდი განძია ეს ქალბატონი მე ისე შემოაბრუნე შენსკენ რომ დამშვიდობების ცერემონიალი იყო ძალიან შთამბეჭდავი და რომ თავიდან ფიქრობენ რომ ვაფერისტობა ის სიტყვა აფერისტობა არ მიყვარს ერთგვარი ნიჭია იყო აფერისტი მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება გიხაროდეს ცხოვრება როცა ბევრი რაღაცნა ამ ქვეყნიური თვალხილული არ გაგაჩნდეს ხო ამ დროს მე მიხარია დილა რომ ითენდება მიხარია რომ უბრალოდ ცოცხალი გავიღვიძე და ეს ყოველდღიური პრობლემები მორბენალი სტრიქონივით გარბიან ჩემ თვალწინ არ არსებობს დილა მე რო თვალი გავახილო და ყველაფერმა არ შემახსენოს თავი მაგრამ რა ვისწავლე ვიხურავ კარს ეს არის პრობლემა რომელიც არის დაბმული ესე ჩემი მეტაფორაა და ფილოსოფია ესე იგი ეს პრობლემები არიან დაბმულები აი მყეფარი ძაღლები რით არიან რო ყებს მაგრამ თუ მე ამათ ქვავესროლე დღე ისე გაივლის ხო ამ მყეფარი ძაღლებს ისე გაივლის რომ მე ჩემ ცხოვრება არ მაქვს ამიტომ ეს მყეფარი ძაღლები ხო დაბმულები არიან მე გავერიდებ ეს ყეფა ხო უკვე აღარ მესმის და მე ვხატავ ყოველ დღე ჩემს ცხოვრებას მე გუშინდელი დღე უკვე არ მახსოვს იმიტომ რომ რატო ვიძახი რომ ვერც ერთი რეჟისორი ვერ დამიწერს სცენარს როგორ ვიცხოვრო იმდენად მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს რომ მე მიკვირს რომ ვერ ვიოცნებებთ ის ზღაპარშიც კი როგორ მაგრამ აი ჯადოსნორმა ხედვა ეს რას ნიშნავს რომ განაშავს ვერ ხედავ მაგრამ რომ ვიღვიძებ ის პრობლემა მიყვარს იმიტომ რომ იმ პრობლემად მე პიროვნებად ჩამომაყალიბა მე შეიძლება იმ პრობლემას წუწუნით ჩემთვის ესწავლებინა დარდი შური ბოღმა იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით თვალხილული რომ ესეთი ხიბედნიერი ვიყო არ მაგ მაგარი სახლი არ მყავს მაგარი მანქანა არ მყავს შვილები სამწუხაროდ არ ვარ ფინანსურად მდიდარი აი როგორ გითხრა რა მაგრამ მაქვს რა ღირებულება შემიძლია სიყვარული პირველ რიგში მყავს მეორე ნახევარი ისეთი რომ ამ ყველაფრის სანაცვლოდ დავთმობდი ისედაც და ღმერთმა რამ არ გუნა რომ სიყვარულის ღირსი გაანალიზებულ და გაცნობერებული წელია რაც დაოჯახებული ხარ 19 წელი დასრულდა ეხლა 8 მაისს მე 20 წელი დაიწყო და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ გუშინ გავთხოვდი აი ჩემთვის აი თუნდაც ეს რომ თავიდან რომ აბა ის 3 წელზე რო არის ხომ ეს საუბარი 3 წელი არა მარტო ფსიქოლოგები აი არ მეცნიერები საუბრობენ რომ ეს ქიმია 3 წელზე მეც ვერ ძლებს ფიზიკურად ნუ ესე ამბობენ არ ვიცი ვიღაცა დაუჯერებს ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან მე ხო გეუბნები რომ მე ვქმნი ამ ყველაფერს მეორე წვილი ხარ და ვიცნობ 1000-ობით წვილს რასასია ერთ შემთხვევაში ხა ქალი ამბობს ხო ქალი ხარ ვიცი მამაკაცი რომელმაც თავის მეუღლეზე თქვა რომ დღითი დღე უფრო მიყვარდებაო და არიან 15 წლის ცოლ-ქმარი და ჩვენც ესე ვართ უბრალოდ გამოხატვის უნარი მაქვს მე და ჩემი ქმარი ამას მაგრძნობინებს ყოველდღიურად ბესოს არ შეუძლიეს ეს სიტყვიერად გამოხატოს მაგრამ მე მაქვს იმის ნიჭი და უნარი რომ მე ეს სისრულეში მოვიყვან და მე სულ გავდი სახლია რომ გავდივარ ეხლა რომ დაურეკო უბრალოდ არ მინდა მე რომ ეწყინოს რომ ეთერისთვის გადავიღე მაგრამ სახლია რომ გავდივარ ეს ერთმანეთს საკუთარი თავივით მიყვარხარ და აი ესე ვდნებით თაფლით ოღონდ ეს იმას ანიშნავს რომ აი მე არ ვჩხუბობთ არ ვკამათობთ არა დღისით ვიღვიძებთ ბედნიერები შუადღეც რა შეიძლება თქვენ დავხოცო მაგრამ ხამე ისე სიცოცხლით სავსე ვიძინებ და ესე გავძახებ ხოლმე რომ აი მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და ბოლოს ვეუბნები რომ საკუთარი თავით მიყვარ იმიტომ რომ მე მიყვარ ჩემი თავი რომელშიც არის ღმერთი რომელიც აი ყოველდღე მადლიერებით მაცხოვრებს და საკუთარი თავით მიყვარ ჩემი მეუღლე რა თქმა უნდა თავისი მინუსები და პლუსები იმიტომ რომ ზოგჯერ მეც მინუსი და პლუსი ვარ და აი თუნდაც ელემენტი ხო მინუსი და პლუსის გარეშე ესე ჩემი ფილოსოფიაა რომ აი თუნდაც რასაც ქვია რამის გადართვა გინდა რაღაცის გამოყენება ხო მინუსი და პლუსი ხო საჭიროა ასე ვარ ორივე ბალანსში ვარ ხან ის არის ხან მე ვარ ძალიან პოზიტიური ვარ და ხალხი ნატრულობს ჩემს გარემოცვაში ცხოვრებას და ვეუბნებით რომ ეს ნატრულობთ იმიტომ რომ არ ცხოვრობთ ჩემთან და არც ესეთი მარტივი ვარ ხვდები იმიტომ რომ შორიდან ყველანი კარგები ვართ ჩემი მეორე ნახევარია პირველად თქვი ხო შენ თავზე ამას ვიძახი იმიტომ რომ ვაი მე შოკადა ჩემი სირთულე არის ის რომ თუნდაც ის რომ მე ვარ ადამიანი რომელიც მარტო დადებით ხედავს ყველაფერში და ჩემს სირგულივ ადამიანები ნუ ახლა არიან რა თქმა უნდა ადამიანები რომელსაც თუნდაც უბრალოდ არ დაიჯერებენ მაგრამ არ ველაპარაკები მაგრამ რაც მათთვის მინდა რამდენია ესეთი ადამიანი ორი ადამიანი
ოღონდ როგორ ვიღვიძებ, იცი? აი ხოშილმა ქენჯნა მე როგორც ესეთ მორწმუნეს რაღაცა მაწუხებდეს. არა, იმიტომ რომ ისინი გაგებუტენ თუ შენ? არა, ნუ რა თქმა უნდა, გაბუტული არ ვარ. არ ველაპარაკებ, იცი როგორი მეტაფორა მაქვს? არა, გაბუტო არ არის, კაცო, რატოა გაბუტო? უბრალოდ მე თვითონ ესეთი შეხედულება დისტანცირება. ზუსტად რომ მე მათ ენაზე ვერ ვსაუბრობ. იმათ ჩემი მეგრული ენა არ ესმით და ისინი ჩინელები არიან. აი ესეთი შეხედულება მაქვს. ოღონდ მიხარია, კარგი მინდა ყოველდღე მათით ვიწყებ ლოცვას, იმიტომ რომ ის ხო ღვთისქმნილება, მაგრამ მე მაქვს არჩევანის გაკეთების უფლება, რომ მე ავირჩიო ვისთან ვიურთიერთობო და ხო, ნუ არ ვიცი ეხლა თავის მართლება, ნუ გეშია თუ რა, აი ეს თვითგვემიდან გამოვედი და საკუთარი თავი, აი როგორ არ ვიცი მისი ენა. აი ეს არის ჩემი შეხედულება და თუ ისწავლიან ჩემს ენას, იმიტომ რომ მე ვისწავლე, მაგრამ ეტყობა ჩემი ენა მაინც ვერ გახდა მათთვის გასაგები და ამიტომ ვერ სწავლობენ ჩემს ენას. ერთადერთია ჩემი მეორე ნახევარი, ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც აი მთელი ცხოვრება თავისი მრავალფეროვანი ენების მიუხედავად მე მის ენას ვსწავლობ, იმიტომ რომ ის არის ჩემთვის ღირებული და მისთვის მიღირს მე მისი ენა ვისწავლო. ჯერ კიდე სწავლის პროცესში ხო? არა, უყურე რა არის, ცხოვრება ხო განვითარებაა და ბევრი ვისწავლე და ეხა თუ წამოვკარი ფეხი, ნუ ეს ეხა ჩემი მეტა. ადამიანი არ იცვლება, ადამიანს უნდა გაუგო. ადამიანი უნდა მიიღო. და მე ეს ადამიანი მივიღე და ზუსტად ამას ვეძახი ენას, რომ ჩუბობ თუ შუადღესას და როგორია თქვენი რაღაც სისულელეებზე, რა თქმა უნდა. და შენი ჩუბი მაინტერესებს. ჩემი ჩუბი მეგრული კაპას, ის კახელი. არა, ნუ ხო ძალიან იმპულსურები. საუბარია. მაგრამ ძალიან ლიდერები, ბუნებით ძლიერები, იმპულსურები ძალიან. ლიდერი ოჯახში ეს ძალიან რთულია. მაგრამ მე ვაბალანსებ რა მე ვთმობ. ანუ ამ შემთხვევაში ჩამოქვეითება ხდება შენ. არა, ამ დროს ახსნა მაგ ძლიერებით მომენ. არა მართალია. კი, რა თქმა უნდა, ჩემი გვარიც ხშირად მithმობს, მაგრამ ეს ჩემი თავიდან აღმოჩნდა ჩემი მიგნება, რომ იმიტომ კი არ თმობ, რომ სუსტი ხარ და წაიგი, იმიტომ რომ გიყვარს ადამიანი და არ გინდა რაღაცამ დაამსხვრიოს. აი, ჩემთვის ურთიერთობა არის შუშა. ეს რომ გამივარდეს, აუცილებლად განგატყდება, მზარი გაუჩნდება და როდესაც ეს ჩემთვის ღირებულია, ვუფრთხილდები და ერთმანეთს ვუფრთხილდები და როგორც კი მე დავიწყე გაფრთხილება, აუცილებლად აი რაღაცა უცნაურია, რომ ადამიანს კი ვერ შეცვლი, შენ ცვლი შეხედულებებს და შენს ირგვლივ ყველაფერი იცვლება. ძალიან საინტერესო სიყვარულის ისტორია გვაქვს, თუ გინდა მოგიყვები. რა თქმა უნდა. ჩვენი სიყვარულის ისტორია, რა ვიცი, მართლა მიყვარს და საჯაროდ იშვიათად ყვები, მაგრამ ძალიან შიდა სამზარეულოში იციან ხოლმე მეგობრებმა, რომ თუნდაც ესეთი ურთიერთობა რამ განაპირობა. იყო შიდა სამზარეულო, ლიკას მეგობრები და ლიკას გამომწერები ხო ჩათვალეთ ჩვენი მეგობრები ხართ. ესე იგი 23 წლის ასაკში მე და ჩემი მეუღლე შევქვენით ოჯახი. მე არ ვიყავი საქართველოში, არ ვცხოვრობდი, ბესო თბილისში იყო, მე არ ვცხოვრობდი საქართველოში, ერთი საერთო მეგობარი ყავდა, რომელმაც მითხრა, რომ ერთ თბილისში ძალიან მაგარი ბიჭია, რომელიც მარტო შენთვის მემეტებაო და იგივე დაურეკა და უთხრა მაგას, რომ აქ ჩემთან ერთი მაგარი გოგოა, რომელიც მხოლოდ შენთვის მემეტებაო. და როგორია ხა ენდობი ადამიანს, რომელიც ის ადამიანი იყო ჩემთვის მაშინ ხიდი, სანდო, რომელსაც მე გავიარე, იმიტომ რომ არ მეშინოდა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ მას ჩემთვის კარგი უნდოდა, მაგრამ ესე თანაცხოვრება ხო მე არ ლაგდება ისე როგორც გარედან გვინდა ხოლმე. და ბესომ დაიწყო დარეკვა. ზუსტად 2 თვენახევარი მირეკავდა საზღვარგარეთ. მიკვირდა ხოლმე როგორ მირეკავს, ან რა საშუალება აქვს ასეთი, რომ მე ვერ ვრეკავდი ხშირად, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირად სიამოვნება იყო დარეკვა, მაგრამ ის მირეკავდა. 2 თვენახევარში რო დათვრებოდა კახურად შემილოცავდა. მე ლოცვად მესმოდა, ლოცვად. ესე იგი თითქოს გეგონებოდა რომ ქმარი იყო ის ჩემთვის და მეწასული მაშინ არ იყო ეს სოციალური ქსელები, იმიტომ რომ რაღაცა MMS-ი იყო თუ რაღაცა ფოტოები ერთმანეთს გადაუგზავნეთ და მე გადავწყვიტე და ძალიან ბავშვობიდან 16 წლიდან ჩემს გულის კარნახს ვუსმენ ხოლმე. აი თითქოს რაღაც შთაგონებებს მიუყვები და ბესო რომ გამოჩნდა სულ ვოცნებობდი ხოლმე თბილისში გათხოვებაზე. ამ დროს მე ზუგდიდელი მეგრელი ვარ და საქართველოში ჩამოვდიოდი თბილისის გავლი და ვოცნებობდი. სულ მე ოცნებე ვიყავი და დიდ ქალაქში მინდა მეთქი, ოღონდ საქართველოში მინდოდა, მაგრამ დიდ ქალაქში. გამოჩნდა ეს ჩემი მეორე ნახევარი თუნთიას ვეძახი. ეტყობა ეს არის ჩემი ბედი თქო. ძალიან ბევრს ლოცულობდი, დავდიოდი ტაძარში, ყველა წმინდა მატრონას სახელობის ტაძარში და ვოცნებობდი, რომ მე გავთხოვილიყავი მე თბილისში, რადგან ბესო გამოჩნდა. 2 თვენახევარში ჩამოვედი
თბილისში ერთი დღე ვიყავით მე და ბესო შეყვარებულები თუ ორი დღე არ მახსოვს და ორ კვირაში გავყევით ცოლად კაცს რომელსაც არ ვიცნობდი ბესო ძალიან ინტელექტუალური ინტელიგენტი ოპერის მსახიობი მრავალმხრივ ნიჭიერი საოცარი ადამიანი რომაც იმ მომენტში ესე არ წარმოაჩინა თავისთავად შენ სწორად აღნიშნე მე ადამიანი რომელიც უბრალო ერთი ოჯახიდან ჩვენ ხო ყველანი უბრალოები ვართ მაგრამ მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად იზრდები საიდან მოდიხარ რა მოგსდევს და მე ერთი უბრალო ოჯახში სადაც სულ შრომობდით 16 წლიდან და ეს თეატრი ოპერა კონცერტები რაღაცა ძალიან ისე იყო ჩემთვის უცხოდ ამისა აღიარების მე არ მწვენია და ბესო რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი და საოცარი ბექგრაუნდით და ბექსტეიჯით ეს ყველაფერი თითქოსა ჩემს იმამდე ჩამოვიდა საფეხურამდე და ჩემნაირი გახდა ის კი არა რომ რაღაცა ესეთია და ეს არამედ ჩემნაირი იყო ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ზუსტად ორ კვირაში გავყევით ცოლად კაცს რომელსაც არ ვიცნობდი და პირველივე დღიდან შეიძლება ითქვას რომ კამათობდით იმიტომ რომ ერთმანეთის ენა არ გვესმოდა როგორც ვთქვი რომ მეც დამოუკიდებელი მერე დაიწყოთ გაცნობა ერთმანეთის როდესაც 13 წელი დაგჭირდა 13 წელი მაგრამ რამ გადაწონა ეს ასეთი სილაღე და ჩვენი ასეთი ურთიერთობა მე რომ ბესოს ცოლად გავყევი ძალიან ჯანმრთელობის პრობლემა აღმომაჩნდა 23 წლის ასაკში დიაგნოზი დამესვა ესეთი რომ კერდის კეთილთვისებიანი სიმსივნე მქონდა და საშუალოს ყელის პრედრაკავანი ესე იგი სიმსივნის წინა ხო ესე იგი საშუალოს ყელის კიბოს ნიშნები და ექიმთან რომ მივედი 5 თვეში რაღაცა რა თქმა უნდა თან ხო იცი გათხოვდი რაღაცა და მივედი და ექიმი მეუბნება რომ შვილი არ გეყოლებაო ისეთი ანალიზები გაქო და თუ გეყოლაო ავადმყოფი გეყოლებაო ოღონდ ლიკა შულზე კი არ ვფიქრობ რომ შვილი მეყოლება არ მეყოლება ვფიქრობ იმაზე რომ მეუღლე რომელიც მელოდება მან არ მიმატოვოს ამას რომ გაიგებს არიან ქალები რომ იმიტომ თხოვდებიან რომ შვილები ყავდათ გათხოვების მიზანი არის ეგ არ ვიცი შენ შემთხვევაში როგორ არა ყველა ქალს უნდა იყოს დედა მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მიზანი არ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში ჩემთვის აღმოჩნდა ის რომ ალბათ მიტოვებული არ აღმოჩნდა არ ვიცი რა ვთქვა თავარი იყო მიტოვების ტრავმა ხო ქონდა არ ვიცი არ მქონია ალბათ არ ვიცი ახლა მაგრამ ეხლა ძალიან ბავშვობაში ხო არ მინდა გადავარდ მაგრამ შეგრძნებას გიზიარებ რომ იმაზე კი არ ვფიქრობ ეხლა მეუბნება შვილი შეიძლება არ გიყოს იმაზე არ ვფიქრობ რომ გარეთ მელოდება ქმარი რომელიც ელოდება პასუხზე მაქვს შიში რომ არ მიმატოვოს და მაგრამ ბესოს ქონდა ნათქვა და აზრად არ მოგშვია თავში არც ერთი წამი ბევრი ქალისა არა იმიტომ რომ ჩემ ქორს გაფრთხილებული ვყავდი სანამ ცოლად მომიყვანდა და მე რომც მომიყვანა ერთადერთიო ქალს რას არ ვაპატიებ ხალაც და ტყუილს სხვა დანარჩენი ყველაფერი შეიძლება მოგვარდესო და ეს რო უკვე დალექილი მაქვს ტვინში რომ მე ჩემი ქრის მოტყუების უფლება არ მაქვს იმიტომ რომ არ მაპატიებს გავედი და ვეუბნები რომ მე შეიძლება შვილი არ მეყო ეს პირდაპირ ვეუბნები ვტირი ვღავი და მე შეიძლება შვილი არ მეყოლოს შენ მიხედე შენ თავს იმიტომ რომ რადგან ავამტყოფი უშვილო ქალი რაღაცა და ნუ ვუშვებ ვეუბნები რომ წადი იმიტომ რომ მე თვითონ ვეუბნები რომ მგონია რომ უნდა მიმატოვონ გულით არ უშვებ რა თქმა უნდა ნუ გულით არ უშვებ მაგრამ ვერ წარმომედგინე რომ ქალი ვინმეს ეყარება ავატყოფი რომელიც შვილს არ გაუჩენს და ვერ წარმომედგინე ჩემ ქვეცნობიერი მაგას ვერ ეხა დღევანდელი გადმოსახედიდან და რო ჩამიხუტა ლიკა კაცებს ძირითადად ჯანმრთელი ქალები ხო ჯანმრთელი და რო ჩამიხუტა ლიკა გულში და მითხრა რომ მე შენ მიყვარ ხარ ავად თუ კარგა და შვილი რომც არ გამიჩინო არც მიგატოვებ და არც გიღალატებო აი რაღაცნაირად სპირალივით ჩემს სულში დატრიალდა და მე ვიგრძენი რომ იმ მომენტში გამოვჯამრთელდი ოღონდ ვერ ხსნე ეხა დღეს და ბოლო წლები ამას ვაცნობიერებ თორე როგორ შეიძლება ახლა ავადმყოფი წამიერად განიკურნოს სიყვარულმა თუ შიშები გქონდა კიდე მე დამაკმაყოფილა იმა რომ მას ვუყვარ ვარ და ზოგადად ბესო არის მართალი ადამიანი ნამდვილი ადამიანი უღალატო ის იტყვის იმის სიტყვა არ გაუვა ესე იგი ეს არის ჩემთვის საყრდენი და რომ ვიცოდი რა ადამიანის გვერდით ვიყავი და რომ მითხრეს ეს დიაგნოზი მეგონა რომ всё ნუ რა თუნდა ადამიანი გვერდში რომელიც შვილს ვერ გაუჩენს და რომ მან მითხრა რომ მე შენ მიყვარ ხარ და არ მიგატოვ და არ გიღალატებ ეს იყო სიტყვა რომელსაც წყალი არ გაუვა მე დავრწმუნდი რომ მე ვარ ისეთი ადამიანის ფრთის ქვეშ რომელიც მე ყოველთვის დამიცავს და ეს არის სასწაული ეს არის ყველაფერი და მე რო ჩვენთან უბანში რომ ზოგი ოჯახდებოდა ზოგი თხოვდებოდა და ყველა მალევე ორსულდებოდა და ერთი წლის წავზე შვილები რო ეყოლებოდა ვეუბნებოდი ხოლმე რომ აი იცი თუნთია ის ორსულად არის მე არ ვდარდობდი და არ მშურდა მაგრამ მაინც მამაკაცი იყო შენ ქმარს მაგდროს რა ვიცი აი თითქოს ვეუბნებოდი რომ რაღაცნაირად მცხვენოდა და მეტყოდა ხოლმე არ ინერვიულო ევროპაში
აქეთ დღემდე აქეთ მამხნევებს ჩვენ მეგობრებო ჯერჯერობით არ ყავს შვილი უკვე მე-20 წელია რაც 19 წელი დასრულდა რაც ცოლ-ქმარი ვარ მაგრამ აუცილებლად გვეყოლება ამაში ეჭვი არ მეპარება დღემდე და რო ვეუბნებოდი რომ მეუბნებოდა რომ არ ინერვიულო ევროპაში 40 წლამდე არაჩენენ და 42 წლის ვარ და რა მაძახი ასეთი მეთქი რომ ჯერჯერობით კიდე არ აი დღემდე მეუბნება არ იდარდო გვეყოლება მისი ამ ყველაფრისადმი რწმენა და სიყვარულმა რომ მე არც ერთი წამი ამ წლების მანძილზე მე არ მიგრძნია რომ მე დღეს ჯანმრთელი ვარ მე როგორც ხალ მე არც მედიკამენტები დამილევი არც ოპერაცია გამიკეთებია იმ დაავადებით იმ კონკრეტული დაავადებით მაგრამ ეს ზუსტად ვიცი რომ აუცილებლად გვეყოლება ცხოვრებაში ისეთი საინტერესო ადამიანები გამოჩნდნენ თუ შეიძლება რომ ვთქვა თუნდაც იმ თუ შეიძლება რომ ძალიან ბევრი ადამიანის მადლიერი ვარ მაგრამ განსაკუთრებით მინდა ვთქვა რომ საწლები გავიდა და ეს ჩვენი სიყვარული გამყარდა და გაძლიერდა უკვე ხო გინდა შვილი იმიტომ რომ ქვეცნობიერში გაწუხებს რომ შენი პრობლემაა და ქმრის არა ხვდები ის ჯანმრთელია და შენ არა და ინვიტროს გარეშე რომ ვერ დაორსულდებით აქ მინდა ვახსენო ჩემი ირინა კვიკვინია და მანანიკო ქოჩიაშვილი ორი ჩემი რეპროდუქტოლოგი ირინა კვიკვინიას იმიტომ ვუმადლი რომ როდესაც უსასყიდლოდ რომ მკურნავდა და არ გამოვიდა ესე ბუნებრივად მანვე ყველაფერი უსასყიდლოდ აბსოლუტურად და გადამამის სამართა ქალბატონ მანინა ქოჩიაშვილთან თავის კოლეგას, იმიტომ რომ მე ვერ გიშველე, ეხა ინვიტროს დრო არისო. წარმოიდგინე და მანინა ქოჩიაშვილმა ფაქტობრივად მიშვილა. მე აღმოჩნდი ურჩი პაციენტი, დღემდე მეუბნება რომ შენერი პაციენტი არ მყავს. რეკომენდაციებს არიცავ? არ ვიცავ კი არა უყურებ როგორც კი აღმოჩნდი მანანეკოსთან კი როდესაც აღმოჩნდი და რომ მივხვდი რომ ეს უშუალობა განაჩენი არ არის და მე არც სახლი მაგ ასაყიდი არც არაფერი ეს ქალბატონი რომელიც მართლა შვილი ვიზრუნავს ჩემზე ჩვენ ორჯერ მქონდა ცდელობა უღონდ ისევ ჩემმა ორგანიზმმა ჯერჯერობით ვერ მიიღო იმიტომ რომ თავისებურად ისევ ჩემი პრობლემაა და ვეურჩები იმიტომ რომ არ ვიცავ წესებს ინვიტროს შემდეგ ხორი დასაცავი რაღაცები რა ვიცი ამის იმედი არ გამკითხავს საზოგადოება ალბათ ასე ვიმართლებ თავს რომ რაღაც ის პერიოდი იმდენად ვიყავი საკუთარი მეს ბედნიერების ძიებაში რომ შვილი არ იყო რაღაც აპრიორი არ იყო მიზანი ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ბედნიერი მე რომ ბედნიერი ვარ არ ნიშნავს რომ გათხოვების პირველი დღიდან ბედნიერი ვარ ქვეცნობიერად არ გინდა შვილი აი ზუსტად მაგას ვისახე რომ ქალწულსაც არ ყავს შვილი ოღონდ ვიცი რომ მეყოლება ოღონდ აი ახლა ვემზადები მენტალურად და აი ახლა და კიდე არის ერთი ვერსია რომ ის თავად არის ბავშვი და ბავშვმა ბავშვი როგორ უნდა გასაგებია თავად არ ვარ ბავშვი ესე ვიტყვი რა ალბათ ვარ საყოველთაო დედა ის რომ მე ბიოლოგი საყოველთაო დედა ნიშნავს რომ ყველას დედა აი დედობრივი ინსტინქტი მაქვს იმდენად მაღალ ვიბრაციას. წეგან ახსენე რომ არსებობს ქალი რომელსაც გიშვილა. მიშვილა, აი დედასავით ზრუნავს. კი, ის მიშვილა ნიშნავს რომ საკმაოდ ძვირ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული, ხო ძალიან ბევრი ქალი. ეს შეიძლება მეგობრულად გაუკეთო ადამიანს, და ეს არის ქალბატონი რომელმაც აი ეს ფაქტიურად ყველაფერი იშვიათად არიან ესეთი ადამიანები. იშვიათად და მინდა ხოლმე რომ აი სულ მადლიერება გამოვხატო და ესეთი ადამიანი ძალიან ბევრი მყავს ირგული, რომლებიც მე რო ვიცახი რომ მილიონერებით ცხოვრობ ეს არის თითეული ჩემი მეგობრის დამსახურება. აბსოლუტურად რაღაც უცნაურად საინტერესო ცხოვრება მაქვს ლიკა. მილიონერებით აზროვნება ვისწავლე და მილიონერებით აზროვნებამ ყველაფერი მომძა. რა მნიშვნელობა აქვს ვის სახლზე სახლი, მანქანა, აგარაკი, ბარათი. მაინც ყველაფერი წავიღებთ და ხო, ვერაფერს ვერ წავიღებთ ერთია, მაგრამ მე ყველაფერი მაქვს და ამის დაჯერებას უჭირთ ხოლმე ადამიანებს და გადავახ იმ თემაზე, რანაირად შეგვინარჩუნდა ეს თუნდაც ურთიერთობა მე და ჩემს მეუღლეს, რომ როგორც კი ეს მივხვდი რომ დაცული ვარ და მე შემიძლია ვიყო უკვე არავინ არ მიმატოვებს ძალიან ღრმად შევედი მე სარწმუნოებაში ესე იგი გავხდი რელიგიური გავხდი მედავითნე და როდესაც ბიბლია გათავშალე შვენიერ დღეზე რომ ამოვიკითხე იქიდან რომ სიტყვით შეიქმნა ყველაფერიო მახსოვს იმ წამსვე გადავწყვიტე რომ საკუთარ თავს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შევძახო და დილა რომ ითენდებოდა ეხა ავადმყოფი იმ დროს ავადმყოფი ქალი. მე ვიცახდი რომ მე ვარ ჯანმრთელი, მე ვარ ბედნიერი. ოღონდ აი მეგრულად მოვატყვი ტვინი. კი, ეს ეხლა დავარქვი აფირმაციად რომ მე ხო მაშინ არ ვიცოდი, ხო 20 წლის წინ არ ვიცოდი რომ მანიფესტა შენ თვითნებურად ამარიცოდი. ყველაფერში ვარ თვითნასწავლი. მე მეუბნები რომ შენ ხარ პრაქტიკოსი ფსიქოლოგიო.
მე არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ფსიქოლოგად ჩამოყალიბდი, იმიტომ რომ ვარ პოზიტიური აზრობის მენტორი, ესე იგი ადამიანი, რომელიც ამოტივირებს ხოლმე და ოღონდ როგორ ვამოტივირებ? ჩემი მაგალითებით, ის კი არა იმან ის დაწერა. და რას ნიშნავს შეხვედრებს აწყობთ? კი, ჩვენ ვაწყობთ შეხვედრებს, მე ჩემს მეგობარ ფსიქოლოგ მანათია უტიაშვილთან ერთად, სადაც ვატარებთ ვორქშოპებს და რომ ქვია ცხოვრება როგორც სიამოვნება. მაქსიმალური არის 12, იმიტომ რომ ჩვენ ყველას უნდა მივაქცევთ ყურადღება და ძალიან საინტერესო ვორქშოპებს ვატარებ, სადაც მე ვაზიარებ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას. ერთხელ. სიამოვნებით მოგზანდი 3 საათი, აი ნირვანაში. გავიწყდება სამყაროში ყველაფერი. იმიტომ რომ აი აქ დაამშემა და ყოველ წუთ და წამს ვერ აქ დაამშემა და ხაშენ ხომ ვარ შენთან. ეს ურთულესი რამ არის. მაგრამ შესაძლებელია. მე რა ვთქვი რა, აი კონცენტრაცია. ხა ისევ გადავახებ ჩემს იმას უკან. მე ხო გადავხტები. რომ ამოვიკითხე რომ სიტყვით შეიქმნება ყველაფერი, იმ წამსვე გადავწყვიტე რომ მე ვარ ჩემი ცხოვრების შემქმნელი. დედოფალი და დედოფალივით აზროვნებას ხო ვერ დაგიშლის. ეს ხომ არჩევანია. მე რომ დილა მითენდება, მე ბედნიერად ვიქნები თუ ნეგატიურად შევხედავ ყველაფერს, ესეც ხო ჩემი არჩევანია. და რადგან მე ამ დაავადებამ, რომაც 23 წლის ასაკში მე სტუმრა, წუწუნი კი არ დავიწყე. მივხვდი რომ რაღაცას აქვს დასაწყისი, რაღაცას აქვს დასასრული. აი, მამაკ ეგეთი ფილოსოფია, დავიბადეთ, უკვე განწირულები ვართ გარდაცვალებისთვის. და ჩემი მიზანი რა აღმოჩნდა? მთავარი ის კი არ დაუბერდე. მთავარი არ მე როგორ გავივლი ჩემს ყოველდღიურობას და რადგან ეს დაავადება კიბო, ცუდად ჟღერს და რაღაცნაირად განაჩენად მიგვაჩნია, გადავწყვიტე რომ ყოველდღე ვიყო ბედნიერი და ჩემთავს ვეუბნებოდი. აი, მაგალითად, ბედნიერება მაჯობა კიბოს. კი, აჯობა, აგერ სიტყვი. ესე იგი ბიბლიაში წერია, ცხოვრე როგორც დღე უკანასკნელი სახარებაში და ვფიქრობდი რას ნიშნავს ეს? ესე იგი რა არის? აი მაგალითად მე რომ მითხრან დღეს შორენა 12 საათს მერე გარდაიცვლები. რას ვისამ? რა თქმა უნდა იმ მომენტში ძალიან ცუდი რაღაცაში. კი, რის შემოვიდა და ვთქვი, მოდი, მე თუ დღეს უნდა გარდავიცვალო, ვიქნები კარგი ცოლი, ტკბილი ცოლი. დავივიწყებ ყველაფერს და აი ვეცდები რომ მე ამოვწურო, რომ მე ნეტა არ თქვა, კარგი შვილი ვიქნები, კარგი კარგი და-ძმა, აბსოლუტურად ყოველ დღე ყველას ვემშვიდობებოდი. ოღონდ მეტაფორულად კი არა, რეალურად, რომ ვითომ, ოღონდ ჩემ თავთან ვიყავი ეს, რომ მე თუ ვინმეს გამეჟღერები და სხვადასხვა მე მგონი საჯაროდ პირველად ვაჟღერებ. ვიტყოდი, აბა გიჟიაო. და კაი, ჩაიარა ამ დღემ და ვარ ბედნიერი. არ ვიცი რა მაბედნიერებს, მაგრამ ცოცხალი ვარ. გამითენდა მეორე დღე. ღმერთო რა კაია, კიდევ ერთი დღე მაქვს. მოდი დღესაც რომ ჩხუბობდნენ რაღაცა კამათობდნენ, ვიტყოდი რომ ეს მელოდიასავით მესმოდა, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე რომ მეტაფორულად მარტო იმაზე ვკონცენტრირდები, რაც მე მინდა და არა იმაზე, რაც რეალურად ჩანს. რეალურად რა არის უფულობა, უშვილობა, ავამტყოფობა, ტკივილი, ბრაზი, უმუშევა. ხედავ ამას. რა თქმა უნდა, ყველაფერს ხედავებ. ოღონდ გულს არ ვაკარებ. როგორც წეღამ თქვი, ხო, მორბენალის ტრიქონივით თითეული შენი პრობლემა გახსენებს თავს. წარუმატებლობა, უფულობას, ყველაფერი ეს ერთ თაიგულად არიან შეკრულები. ნეგატიური ეს ინფორმაციები. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ეს ნეგატიური ინფორმაცია არის მიბმული. მაგას არ აქვს. ეს ისე ჩემი მეტაფორაა. მიბმული, დაბმული. რა ვიცი ვთქვა რაღაც. დაბმულები არ არიან, არ მოგდევენ ყოველ დღე. მთავარი არის, რომ შენ გაერიდო. არა, ისინი ვერა. თითქოს რაღაცა როგორ თქვა, ესეც ახლა არ მინდა რაღაც გავართულო და ჩემი დამოკიდებულება ის არსებობს, იარსებებს, ოღონდ მე როგორ შევხედავ. და ყოველ დღე რა თქმა უნდა ეს ნეგატიური ცხოვრებისეული გამოცდილებას ვეძახი. ის კი არა რომ ჩემთვის ეს პრობლემა იყო. ეს იყო ის გამოცდილება, რას მასწავლის. კიდე ასეთ ვარქმევდი, ეკლიანი გზა, ხო ვიცით? ცხოვრების ეტაპზე ეკალი მერჭობოდა. მაგრამ რას ვაკეთებდი? ვიძრობდი და ვიშუშებდი. ნაიარევი დღესაც ყველაფრის მაქვს ტკივილის, მაგრამ ამან მე არ გამაბოროტა, ამან მასწავლა წინსვლა. და რა მოხდა ამ დროს? მე თვითონ ისე გავძლიერდი, რომ დღესაც არის ჩემ ცხოვრებაში ეკლები. ოღონდ მე ვჭყლიდავ. ვერ მერევიან, აი ყველანაირ პრობლემას ვისხლიდავ. ის კი რომ არ მაქვს პრობლემა, დარდში არ მაქვს და პოზიტიურად უყურებ. რა უნდა მასწავლო, რომ გაცნობიერებული მაქვს, რომ მე აუცილებლად გარდავიცვლები და ჩემი ახლობლებიც გარდაიცვლებიან და რო არ მქონდეს მომავალში სანანებელი, ყოველ დღეს ისე ვატარებ მათთან ფიზიკურად შეიძლება არ მქონდეს, მაგრამ ისე ვეფერებ, ისე ვლოცულობ. სახლიდან რომ გამოვდივარ, აი ღვთისმშობელს, უფალს ვავედრებ, რომ შენი შექმნილები ხო, შენ ხო არსებობ ხო და შენ ხომ დაბადე ესენი ამ სამყაროში.
შენი კალთის ქვეშ იყვნენ და მე მასწავლე მივიღო, რაც არ უნდა მოხდეს. მე დაუბრუნდები ცოცხალი სახში თუ არა. ისინი დამხვდებიან თუ არა, მე გამაძლიერე ყოველთვის რწმენაში და აქ და ამჟამად მასწავლე ყოველთვის ვიყო ბედნიერი და სიყვარულში. თქო და ეთყობა ძალიან ისევ აქ ხუმრობით იქა დედაღვთისმშობელთან და უფალთან ხელშეკრულება მაქვს, იმიტომ რომ მეგობრები ვართ, თქო და მათ მასწავლეს მეთქი რომ როგორ ვიყო 24 შვიდზე მადლიერი. ჩემთვის პრობლემა არ არსებობს. მაქვს, უბრალოდ პრობლემად არ აღვიქვა. შენ ძალიან გამსგავსებ ერთ კაცს. ვის? კაცს. ვის? რამდენიმე დღეს წინ შევხვდი ჩემს მეგობარს გიორგი ჯაჯანიძეს და საუბრობდით სხვადასხვა თემაზე. მამსგავსებენ ჩაცმის სტილითაც მამსგავსებენ. არა, პრინციპში ესეც, მაგრამ ცხოვრებისადმი მიდგომა, განწყობა, ფილოსოფია, ყველაფერი ერთ-ერთში. შენ ჯაჯო ოღონდ კაბაში. სხვადასხვა მეც მაქვს ჩემი რაღაც ინდივიდუალური ჩაცმის სტილი უცნაო, რომელიც არც დედას მოსწონდა თავის დროზე და დღესაც შეიძლება არ მოსწონთ. და სულ მეჩხუბებოდნენ. ხო გეუბნები რომ მე არ ვიყავი ყოველთვის მისაღები ყველასთვის. ოღონდ მე კი ეს არ მწყინდა. მე ამან მასწავლა მივიღო ისინი როგორებიც არიან, ოღონდ გავერიდო და ვიყო იმ ადამიანებთან, რომელიც მენტალურად ჩემსავით აზროვნებენ და ზუსტად ის ბექგრაუნდი, ბექსტეიჯი, ის გარემო, ის ცხოვრება, რაც მაქვს, ჩემი არჩევანი, იმიტომ რომ ჩვენ ვიბადებით იქ, სადაც უფალი წინასწარ განსაზღვრავს, მაგრამ თავისუფლება მოგვეცა, რომ შენ აირჩიო ის გარემო, რომელიც შენსავით აზროვნებს და ერთ ტალღაზე ხარ. მე მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები, მიყვარს. ოღონდ არ ნიშნავს, რომ მე მათ ყველაფერს ვითვალისწინებ, იმიტომ რომ მე რომ მეუბნებოდნენ შენ ეს არ გამოგივა, როგორია ხო ითრგუნები დედა რო გეუბნება პირობითად ანქმარი გეტყვის ამ დაძმა. დედის პირდაპირ პროგრამებია. არა, მაგრამ მე რწმენაში როგორც კი შევედი მივხვდი რომ მე რა რო ის დედა, მაგრამ შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში ვერ ხედავდეს ჩემს ხედვას, ამიტომ მედალს ორი მხარე აქვს. ის ერთ მხარეს დგას, მე მეორე, ის მართალია, მაგრამ მე ვისწავლე რომ მის მხარეს გადავდიოდი და რომ ხვდებოდი რომ ის ჩემი არ იყო, უნარი მქონდა ამდგარიყავი, დედას პატივს ცემდი, მიყვარს, თავს დაუქნებდი, მაგრამ ვაკეთებდი იმას, რაც მე მინდოდა, ოღონდ ეს არ იყო ურჩობა, ეს იყო პატივისცემით გადადგმული ჩემი არჩევანი გაკეთებული და ჯაჯომ რას მოვაყოლე რომ ჯაჯომ რო დამპატეჟა თავის გადაცემაში და მიწეულები იყვნენ არაორდინალურად ჩაცმის სტილი მქონე ადამიანები და მათ შორის ვიყავი ერთ-ერთი მე რა ტყავის ქუდი ფოტიას მიერ შექმნილი ფოტიას ლუკებში ვარ რაღაცა და დედა ჩემი ასე ზის და ეს მეგრელებმა ხო იცი ყველაფერი პეჭი რაღაც აკადემიური ამ დროს მე ჩაჩაჩული შარვლები შარვალზე კაბამაცია ეხაც რო ავდგე რა ვიცი თუ რამე მე გამოვაჩე რამაცია ჩემი გაკეთებული ყველაფერი და ხო და დედა ჩემი ინდივიდუალური იმიტომ არ ვაკეთებ რვიმოს მე ვარ ბედნიერი და ესე არჩევანს ვაკეთებ მე უნდა ვიყო ყოველთვის ბედნიერი უნდაზე საჭმელსაც არ ვჭამ მინდა და ვჭამ უნდაზე არავისთან არ ვურთიერთობ მინდა და მეგობრობ აი ეს უნდა გადავიტანე მინდაზე უკვე ასე ვცხოვრობ 6 წელია და დავფრინავ იმიტომ რომ მინდათი ვარ და დედა ჩემი იძახის რას ვიფიქრებდი რომ ოდესმე ტელევიზიაში მიგიწევდნენ შენი ჩაცმის სტილის გამო და მე რო ყოფილიყავი მე ვთხარი მასაში ალბათ ვერ ვიქნებოდი ის ვინც ვარ მაგრამ ინდივიდუალიზმი არის ჩემი თავარი ნიშა. ხან წითელი ფერის პარიკი მახურავს, ხან ქერა, ხან კიკინები მიკეთია, ხან აი ხო ხვდებით რომ აი უცებ რა მოზა მომაწვება ის ვარ. 6 წელი ახსენე. 6 წელია რაც 6-7 წელი ალბათ. რაც 42 წლის ვარ და 36 წლის ასაკში დავიბადე სულიერად და ხორციელადაც. მანამდე შოკა როგორი იყო? მანამდე ძიებაში იყო. მე ესეთი ვიყავი. უბრალოდ უნდასაც უშვებდი, იმიტომ რომ უნდა უხერხულია. დეპრესია ქონია. არასოდეს დეპრესია რა არის? ესეთი ადამიანი არ არსებობს. ხო, მიჭირს დაჯერება. ხო, და რაც არა, იმიტომ ეხა რა თქმა უნდა იმას არ ვამბობ, რომ ეხა შენ არ ხარ გულწრფელი. მისმი კი, მაგრამ არ ვიცი რა, თუ ვინმე ჩამეძება შეიძლება განცდა შემაგრძობის, მაგრამ აი დეპრესია. ჰოლივუდის ვარსკვლავს, ოსკაროს ამსახურებს. ისეთი ღრმა დეპრესია. სამეგრელოს დედოფალი ვარ. ახლა ეს მილიონერი. შენ იცი, ახლა რას მივხვდი? აბსოლუტურად მე რა მილიონერი. შეიძლება ქონია უბრალოდ შენ ვერ ამოიცანი და არ იცი რა არის დეპრესია. 16 წლის ასაკში ძალიან დიდი პრობლემა მქონდა შეიძლება დეპრესიას ვერ დავარქმე მაგრამ იქაც რესურსად ვაქციის ჩემის იმას ვერ ვიტყვი ნამდვილად იქაც რესურსად მოხდა კი მოხდა ამბავი იმას ვერ ვიტყვი ალბათ შეიძლება ოდესმე ვთქვა მაგრამ დეპრესია შეიძლება დეპრესია იყო არ ვიცი ვერ ვიტყვი ხო იქიდან დავიწყე ამოსვლა
იქიდან და არ ვიცი უკვე ამასაკში ახლა ვიტყვი მილიონერობა მე რას გეუბნები ყოველ დღე რომ ვიღვიძებ არჩევანი ჩემზე ვიყო ბედნიერი თუ არა მაგრამ ხო ვიძახი ბედნიერი რო არ ნიშნავს რომ ყველაფერი მაქვს არც ფული მაქვს ბევრი არც მაგარი სახლი მაქვს არც მაგარი მანქანა არც შვილი არც ქმარი მილიონერი მე ღირებულებებში ვეპოტინები მყავს ქმარი რომელიც არის ჩემი ერთგული და მოსიყვარულე გაქვს სიყვარული რაც თავარი ხო ვერ იყიდი და აი ამ ღირებულებებს იმდენად ვითავისებ რომ ბედნიერი ვარ რა შეშე ფული ბედნიერებასთან ან ეს არის უკვე კომფორტი და სხვისი აი მაგალითად მე ხო ხელოვანი ვარ და სახში მისვლით მუშაობ ვარ ცხობა მაკიაჟზე და ბევრჯერ მithქობს და კიდევ ვიტყვი რომ მივდივარ მილიონერები და მილიონერი მომხმარებლები მყავს და გარიგება მე რა ვიცი რომ მირეკავს ვიღაცა მეუბნება რომ გარიგება სალონი არ მაქვს და არც მინდა და არც მექნება არასდროს გირეკავენ მიდიხარ პრანჭავ როგორც შეიძლება მიყვარს ეს სიტყვა პრანჭავ ოღონდ არ მაქვს რეკლამა ხალხო არასოდეს 14 წლის მანძილზე მე არ გამიკ იმიტომ კი არა რომ არ მქონდა იმის საშუალება ჩემი მე თვითნასწავლი ვარ თმა და მაკიაჟს ვაკეთებდი თავი რო გადამერჩინა ოცლარად უფასოდ ხან მალავდი რომ ფულს მიხდიან უფასოდ როგორ გადაერჩინდი თავს არა ხან უფასოდ რომ როდესაც მუშაობა არ მქონდა პანდემიის პერიოდში ერთ ტელევიზიაში დავიწყე პატარა ტელევიზია იყო და რა თქმა უნდა უფასოდ დავდიოდი და ვიტყვევოდი ფულს მიხდიან ვერ გაეკუთხა ნორმალური ხარ ისთვის დადიხარ და ეს მიყვარს ხვდები თი გავიცანი ძალიან ცნობილი ადამიანები გიჟია ვიტყვევოდი რომ ფულს მიხდიან თქო იმიტომ რომ დავიღალე გიჟი ხარ ვარ გიჟი იმიტომ რომ ბედნიერი ვარ და რომ რას მეუყოლე რომ მივდივარ ამ მილიონერებთან მე რა ვიცი მილიონერია ხო გარიგება მე ღარიბს და ფულიანს ერთ ფასში უკეთებ მე შეიძლება ღარიბთან მივიდე და დაუკლო ფასი და დედასან ვინმეს ვაჩუქო ეს ჩემია ხა ღარიბი ფინანსურად თორე მე ფინანსურად ღარიბი ვარ ხალხო მაგრამ დიდარი ვარ შინაგანად მაგრამ დიდართან რომ მივდივარ ხო შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი ფული ქონია ამას და ნეტა მეტი მეთქვა მსგავსი გონებაშიც არ გამიევლია რომ შევდიოდი მადლობას ვუხდიდი რომ მე თქვენ არ მიცნობ და მე თქვენ მანდეთ თქვენი სახლი თქვენი ოჯახი იმიტომ რომ ჩემი მოძღარი მეტყვის ხოლმე რომ შვილო მღვდლობა სხვა არაფერიაო შე როცა გენდობიანო და შიდა სამზაროს იქ 3-4 საათი რო ხარ უკვე იგებ რაღაც და გამოდიხარ შენში იტოვებ და პირიქით მადლიერი ხარ და გენდობიან და მადლობა მეთქი რომ თქვენ სახს მე მილიონერი ვარ 2 საათი და მეგრულად ვატყუებ ტვინს თქო ტვინმა რა იცის მე მაქვს თუ არა და ეს 2 საათი ქროარ ვტკბები რა კაია და რა კაია მე თუ არ მაქვს სხვას მაინც აქვს და ყველაფერი მომცა ღმერთმა იმიტომ რომ ტვინი მოვატყვე აი შენ ხო თქვი რომ ტვინიო ხო ჭკვიანი ორგანოაო ხო ესე უჭკუ უტვინოს ვეძახი იმიტომ რასაც მიაწვდი აი რის გემოებს მიაწვდი იმაზე მუშაობს რომ ყველაფერს აკეთებს რომ შოკა მიიღოს ეს იმიტომ რომ შოკამ ეს ინფორმაცია უბრალოდ როგორ არ არის ტვინი მართლა ტვინია მაგრამ რა პროგრამას ჩაწერ რა გემოს მიაწვდეთ იმაზე მუშაობს და მე ხო ეს არ ვიცოდი მე რომ მივდიოდი ამ მილიონერებთან ბავშვები რა იმამეთში დედა ვიყავი ყველა გრძნობდა იმიტომ რომ ბავშვი გრძნობს ადამიანს მდიდარი ვიყავი მაგათ სავარძლებს სახს მოვირგებდი ავისუნთქავდი ჩამოვისუნთქავდი და აუსში მე ვიყავი მე ოღონდ წარმოვიდგენდი რომ რა ბედნიერება იყო ასეთი სახლის დიასახლის ოღონდ ამას შურით კი არ ვაკეთებდი ესე იგი მთელი სხეულის ორგანო ეს არსებობს ეს მერე გავიგე თორე მე ხო არ მისწავლია მეთქი ვინმესგან როგორ არ მაქვს ფილმი ნახე 5 წლის წინ და ღმერთო მეთქი ამას ხო ისეც ვაკეთებ და საიდუმლო ფილმი აღმოჩნდა ჩემთვის უკვე იმის ინდიკატორი რომ მე სწორგზას ვადგარ და თავარი არის რომ მე ჩემში ღმერთს დაუმეგობრდი მაგრამ ამას მანამდე აკეთებდი სანამ რა თქმა 5 წელი აბა რატო გეუბნები ფილმში ამბობენ რომ თუ არ ყავს სიტყვაზე კარგი მანქანა შედი ყველაზე ძვირადღირებულ მაღაზიაში ჩაჯექი ყველაზე ძვირადღირებულ მაგრამ უყურე რა მომენტია ეს ბედნიერება მაგრამ მე ხო პატარა მანქანა მყავს მიკრა მყავს დღემდე და ფერარის ვეძახდი ანალოგიურად ვაკეთებდი ესე იგი მე ვჯდებოდი როგორც ახანდელს პორშეს ვეძახი ესეც მიკრა მე ვზივე როგორც პორშეში გარედან მე არ მაინტერესებს რას ხედავ ჩემი შეგრძნება პორშე და თავარი სკერერი რა მანქანაში ზიხარ თავარია ვინ გადმოდის ამ მანქანიდან და მე ვარ მილიონერი შინაგანად რომელიც ვერც პატარა მანქანა მაბრკოლებს ვერც არა ბრენდების ჩაცმა მე თავად ბრენდი ვარ და მე რო თავად ბრენდი ვარ თვით შეფასება მაქვს მაგალი ნუ რა თქმა უნდა ეს ვისწავლე ჩემი თავის სიყვარულმა მასწავლა ჩემში ღმერთი და რომ აი ჩემი ფილოსოფია კიდე ჩანს იქ კამერაში ჩემი შრომელი თითები ამ სამყაროში
სწავლობთ, შრომობთ სტატუსებისთვის. რომ ეს წარმატება რა არის, იმის მოადგილე გენერალი, სტატუსებს პატივცემ, მაგრამ არაფერი არ არის. სტილისტი, მინისტრი, პრეზიდენტი, რა მნიშვნელობა აქვს სტატუსი, მაგრამ უფლისთვის სტატუსი არ არსებობს. უფლისთვის არსებობს პიროვნება, ადამიანებად ვიბადებით, მაგრამ პიროვნებად ვყალიბდებით და მე მივხვდი, რომ პიროვნებად ჩამოვყალიბდი, რომ მივდიოდი მილიონერებთან, მოსამართლებთან, მე რა ვიცი, მირეკავენ, მივდივარ და ვგრძნობ, რომ დიდი ადამიანები არიან, მაგრამ ჩემნაირად არიან უბრალოები. მე რატო ვთქვი დასაწყისში, რომ ჩემი მეუღლე ჩემ საფეხურზე ჩამოვიდა და რა გააკეთა, ჩემ და არაცნობიერად ერთად ავედით. სადღაც ისე ამიყვანა, რომ მე კომპლექსი, ესე არასრულ ფასონების კომპლექსი არ განმიცდია, ისე განვითარდი. მე ყური არ ვიცი, აქეთ ჩანს თუ არა ეს ყური. გამოწეული მაქვს 23 წლის ისე გავთხოვდი, რომ ყური არ ამიწევია და რატო გავხდი ვიზაჟისტი და სტილისტი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ყური დამეფარა და ჩემმა ქმარმა იცი რა მითხრა, მე შენ მიყვარხარ ესეთი ყურით, ესეთი წონით, ესეთი შენი ფორმები და ვისთვის გაინტერესებს? უცებ მე თმა რაზე საუბრო. ხო, იმიტომ რომ არ ჩანს, მე ვერ ხედავ. კი, მთელი 23 წელი მქონდა კომპლექსი, რომ მე ყური მიჩანდა, უშნოდ მქონდა და მე დღეს თმას არ ვიშლი, იმიტომ რომ მიყვარს ჩემმა ქმარმა ჩემი თავი შემაყვარა. მან მიმიღო ავადმყოფი შემიყვარა, ჩემი ფორმებით შემიყვარა, ისეთი როგორც ვარ და ქალ ღმერთად მაქცია. და რანაირად არ ვიყო ბედნიერი, რომელიც გვერდით ყავს მამაკაცი, რომელიც ყოველ დღე მაგზნობინოს, რომ მე ვარ ყველაფერი. აბსოლუტურად და ამ თვითშეფასებამ, იცი რა, მე თბილისში რო გავთხოვდი, არავის არ ვიცნობდი. მე მეგობარიც არ მყავდა. ერთი მეგობარი გამაცნო ბათუმში, ეკა ჯამასპიშვილი, მაგათი მადლიერი ვიქნები, ლალი ჯამასპიშვილი, რომლებმაც ტელეფონის ნომერი აქტიური ალბათ ყოველთვის ვიყავი, კომუნიკაბელური ეს ჩემი ნიშა იყო. და რო გამაცნო, ბესო უცებ გამოვართვი ჩემ ტელეფონის ნომერი და მახსოვს რაღაც პატარა ჩემ პრობლემებზეც მოუყევია, ეხსერება ჩავაბარე, ვიტირე და უცებ შევდივარ, იმიტომ რომ ვიშიხსნები. მე თუ შენთან ვიმეგობრებ, არ დაგიმალო. მე შეიძლება ის შენ ცუდად დამახვედრო წინ, მაგრამ მე მაგაზე არ ვფიქრობ ლიკარა სიტყვის ამაზე. თავარი მე ვიყო იმ მომენტში ნამდვილი. და ეკუნას ნომერი რო ჩავიწერე, 5 თვე გავიდა, არავის არ იცობს, სამსახური მჭირდება, ფინანსური პრობლემები გვაქვს რაღაცა და ვურეკავ ამას, ლეკუნა მე ვთხარი, სამსახური მჭირდება. და მაკდონალდში უნდა დამეწყო მუშაობა ჯერ დამლაგებლად და მე დამაწინაურებდნენ და მე რომელიც 23 წლის ახლა სახლის მეტი იქით არსად არ მიმუშავე ახლა დამხმარეთ, მე თანახმა ვიყავ, იმიტომ რომ ნულიდან იწყებს ყველაფერი, შევხვდით გავიპრანჭე რაღაცა და მე თვითონ ვერ გამიმეტა იქ დასატოვებლა და ამ ჯგუფის მადლიერი ვარ ერთ-ერთ რესტორანში, ერთ-ერთ ქსელში, თუ საით იყო მაშინ და აღარ არის ახლა და მეტეხის ჩრდილში დავიწყე ჰოსტესად მუშაობა. ესე იგი სტუმრებს ხვდებოდი და ვაკვალიანებდი რა, სამი ენა ვიცოდი, ცოტა მისალმება. 300 ლარი მქონდა ხელფასი. და ეს 300 ლარი იყო ჩემთვის 3000 ლარი. და იმიტომ რომ მე უკვე გაპრანჭული ვიყავი, იმიტომ რომ მე დამაწყებ ოფისიდან ჩამოდიოდნენ და რომელია შორენა ვიყავი მაშინ ახლა ვარ შოკა. რომელია ეს გოგო რომ ყველა ამ გოგოზე ყვებაო რომ როგორი მომღიმარია, სულ ვიღიმ როგორ მუშაობდი, იცი, როგორც ჩემს რესტორანში. 300 ლარი კი მქონდა, მაგრამ ვითომ ყურე შეგრძემას მე რაზე ვამახვილებ ყურადღებას. მე ისე მიხაროდა რომ მე თბილისში უკვე ახალი მეგობრები ჩდებოდნენ, რომ 300 ლარი 3000 ლარი შეგრძნებით დავდიოდი. რისთვის დადიხარ, ბენზინს უნდა და 300 ლარი. მაჭმევდნენ, მასმევდნენ, მე რაღაცას ტოვებდნენ კიდევაც და მქონდა ფუფუნებას დაზღვევაც მქონდა ყველაფერი და მქონდა ფუფუნება რომ მე ოჯახად მეგრძნო. თა როგორი სამსახური იყო? დღის მეორე ნახევარში მივდიოდი, დღე თავისუფალი მქონდა და მიუხედავად იმისა რომ ხალხი მეუბნება და ზულელი ხარ, ასეთი იაფად რატო ანაზღაურებაზე რატო დადიხარ, მე არ მესმოდი, იმიტომ მე ხო ჩემ შეგრძნებას 3000 ლარს ეს მე ეს ცოტა თანხა იყო, მაგრამ 12 წელი ვიმუშავე ამ თანხაზე, ამას არავინ არ დაიჭერს, რომ იქ მე განვითარდი. 12 წლის მანძილზე როგორ გითხრა ალბათ 10 წელი ახალი წელი გავატარებდი, რომ ახალ წელს წვეულება, ხალხი მოდის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ, იმიტომ რომ ძალიან ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორანი იყო. მეუღლე მარტო ხვდებოდა. ჩემი მეუღლე და ეს იყო, აი როგორ იცი, აი რა თქმა უნდა, კამათის ფასად, ირილის ფასად, მაგრამ მე რომ იმ საღამოს არ წავსულიყავ, მე სამსახური მეკარგებოდა. და ამიტომ ჩემი მეუღლეს ვეუბნებოდი, რომ სხვა გზა არ გვაქვს, რაღაცნაირად თავიდან წლების მერე უკვე ხელს მიწყობდა, მაგრამ მე ხვდებოდი და ვაანალიზებდი, რომ ტირილით მოვდიოდი, მივეყუდებოდი კედა და ვტკბებოდი სხვისი ბედნიერებით. რა ბედნიერები არიან ისინი, მეთქი რომ ჩემსავით არ უწევთ წვალება თქო და აი ესე მივეყოდებოდი და მათთან ერთად გონებაში მეც ვცეკვავდი. ბედნიერი ვიყავი დილის 6 საათამდე, უბრალოდ ვიზიარებდი. და ახლა რა გითხარი მე შენ?
ტვინი მოვატყვი. ტვინი ვერ აღიქვავს იმ მომენტში რეალურად შენ ბედნიერი ხარ, შენ თავს ხდება. გემო მივაწოდე, რომ სხვისი ბედნიერების გაზიარება ვისწავლ მოთვინიერებული შენი ტვინი როგორც შენს. უკვე მართავად, ჩემი ტვინი და მე ვართ ძმაკაცები. მან იცის რომ უკვე ჩემ თავს, აი როგორ ვთქვა, იცი რომ მან იცის რომ ჩემთვის არ არსებობს. ჩემთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ჯერ არა. და ვარ ყოველთვის მოთმინებით. ბრწყავ პოზიტივით. დღეს თუ არა ხვალ თუ არა ზეგ თუ არა ერთი წლის მერე რა მნიშვნელობა აქვს ეს ხო გავა ეს დრო და მე მირჩევნია რომ ყოველ დღე მენტალურად განვითარდე და შინაგანად ვიდრე მარტო ორიენტირებული ვიყო ხო არ ვიზაჟისტი მიუხედავად რომ მე არ ვარ ბიუთი ბლოგერი ყველას უყვარს მიყვარს ჩემი საქმე მაგრამ არ მინდოდა აი შინაგანად არ ითხოვს ბიუთი ბლოგერობას ვარ ინფლუენსერი ხო მაგრამ ბლოგერი მაგრამ არ მაქვს ერთი კონტენტი უსმე ჩხუბებიან რომ კაი ტელეფონი ეს არა უშავს მოდი ისე ვიყო უბრალოდ გავაზიარო ის რაც მე მაბედნიერებს არ მქონდა აიფონი არ მქონდა აიფონი რაღაც ისიც პოკო რაღაცა ისიც მეგობრების ნაყიდი უფულოდ მივაღწიე ისე თქმა მინდა იცი რომ ჩემში ფინანსური ინვესტიცია არავის არ შეუდია მეგობრები არიან ჩემი ინვესტიცია უბრალოდ მათთან ყოფნით ყველასგან ყველაფერს სწავლობდი და კიდე ერთი უნდა ვახსენო და ეს პოკოთი მივაღწიე ყველაფერს აი ხა ერთი თვის წინ მაჩვენა ჩემი მეუღლის ბიზნესშვილმა თუ iPhone 15 Pro ახალი კარგი ხა პოკო რა არის? პოკო არის ერთი ყველაზე უბრალო ტელეფონი რა ვიცი არც Samsung-ი არც Android-ი iPhone-ი ხელში არ მეჭირა სულ ვიცახდა გოიმი არ ვარ iPhone-ი არ მქონდა და რა მექნა აბა და iPhone-ი სად ვიყავი რანაირად მივაღწიე ყველაფერს ფილტრებით ვიღებდი და ეს ფილტრებით გადაღება ხო არა პროფესიონალი ჩამოვყალიბდი ლაღი თავისუფალი და აქვე მინდა ხაბატონი ნუნუკა მიცკევით ძალიან ბევრი ადამიანი მყავს სახსენებელი ნუნუკა მიცკევიჩი ვახსენო რომელიც არის ჩემ ცხოვრების მთავარი ფუნდამენტი თავარი და რა ხაბატონი ნუნუკა რო გავიცანი არ იყო მინისტრის მოადგილე ნუ ეხა არის პროექტორი და რექტორიც მაგრამ კითხულობს ლექციებს მაგრამ მაშინ ეს სტატუსი რამ განაპირობა ჩემში რომ ჩვენ ვართ პიროვნებები სტატუსი არ ქონდა რომ გავიცანი ერთი ტაძრის მრევლი ვართ და მივხვდი რომ რაღაც საოცარი ადამიანია და როგორც კი ვიგრძნობდი ჩემზე დიდი ადამიანები რომ აი ესე აი არ შემეძლო მათ გარეშე ვგრძნობდი რომ მეც ვითარდებოდი ესე იგი შინაგანი მენტალობა მეძახდა რომ შენც მათნაირი ხარ და გახდა მინისტრის მოადგილე განათლების მინისტრის მოადგილე და ხო ყავს საერთო წრე მეგო всё, აწიშანთვის ვირცალია, მეუბნებიან მე ის მინისტრია და თვითონ გამოერიდნენ, თვითონ გაიცალენ, სტატუსი შეეშინდა და მე ვიცახი კაცო, მე რო გავიცი. ეს ხშირად ხდება. ხო, მე თვითონ იკარგებიან, ანუ ის ადამიანი კი არ კარგავს მეგობრებს, ვინც დიდ წარმატებას მიაღწია. აი ამას დავაკვირდი, სხვათა შორის ხშირად არის. ადამიანები გამოიცლებიან ხო? არ ვიცი და ჩემ შემთხვევაში რა მოხდა დავასრულებ და მას მკითხე მე. ჩემში მოდი მეთქი გაბედა, ესე გამბედაობა ძალიან მაღალ დონეზე ამიყვანია თურმე ამ გარისკვით, იმიტომ რომ მოდი მირჩევნია დავაკაკუნო და არა მივიღო, ვიდრე კარებთან ვიდგე და ნეტა გამიშვებს, ახლა ნეტა გამიღებს. ნეტა რატო ხა? არაც კი მისაღებია, იმიტომ რომ ჩემთვის ხო თქვი არა არის ჯერ არა. დღეს თუ არას მეტყვი, მაინც არ მოგეშვები და მივიღე იმ კონდენციამდე რომ მაინც კის კიტყვი, იმიტომ რომ მიხვდები ბოლოს რა მოხდა რომ მინისტრის მოადგილეთ რომ დანიშნეს, მე მაინც დავიწყე მიწერები. ნუ კი მე უთხარი აბა როგორ ახლა, იმიტომ რომ გაბატონი ნუნუკა გახდა და ნუნუკა გავიცანი. ვაიმე შოკა გადაცემაში ვარ მიწეული გიხოცები თუ ქცალია თუ შეგიძლია მოდი გამპრანჭე დედა მე მეტი რა მინდა მიიდი გავპრანჭე თუ ქცალია წამოდი ჩემთან ეთერში წავყევი და რა ხდება ეხლა რა ხდება გაბატონო ნუკა მობრძანი ჩემი სახელი იყიდოს გაბატონ შორენაო და ხედავ მე უთხარი მეც შენთან ერთად ქალბატონი ვარ ესე იგი რას ნიშნავს რომ თუ ხარ კარგი მეგობრის გარემოცვაში შენც კარგად მიაჩნი ხართ და რა გამოდის რომ მესო ვიძახი წეღა მინდოდა ვერ დავასროლე არავინ არ კითხავს ვისთან დაიბადე რა ოჯახიდან მოდიხარ ყველა გეკითხება მაჩვენე შენი მეგობარი ვინ არის მერე გეტყვი მიხარ შემიტომ რომ შენი მეგობარი ირეკლავს შენ შინაგან სამყაროს შენს მეს და ზუსტად მეგობრები განასახიერებენ ჩემს ადამიანებს და მე მათ გამხადეს ესეთ მე რომ ვიძახი ისინი ჩემი ფარეა ისინი ძახიან ეს შენ ხარ ჩვენი ვარსკვლავი ნამდვილი სილაღე რომელმაც საკუთარი თავი შეგვაყარა დავიმშვიდობო შორენას თუ შოკას. ორივე. დასრულდა ჩვენი არჩეულებრივი პოდკასტი. მალე გავიდა ღმერთო ძალიან ბევრს ლაპარაკობ ხო. საინტერესო ისაუბრე. მინდა ჩემს მაყურებელს
გთხოვო რომ გამოიწეროს ჩვენი არხი, დაგვიტოვოს კომენტარები. შოკა, შეგიძლია შენ საიმშვიდობო და შენც მიმართე ჩემს მაყურებელს. გემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო აკლიკასთან ყოფნა და მე გირჩევდა თქვენს გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს ეს ლინკი და გამოიწერონ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემებით არის ძველი პოდკასტები და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პოდკასტებით ამაზე უკეთესი იქნება. მე ძალიან გამახარებთ თუ ჩვენი პოდკასტი მოგეწონა და თუ რამეს დაგვიწერს კარგი იქნება და აქვე საჯაროდ მინდა ისევ ჩემს მეუღლეს მადლობა გადაუხადო იმისათვის რომ ჩემი თანამგზავრია მასწავლა საკუთარი თავის სიყვარული და თუნთია მადლობა შენ რომ მყავხარ იმიტომ რომ ჩემი მწვერვალზე ასვლა არის მისი დამსახურება რომ ის ესე მომყვება და აქვე მინდა და თქვა ბევრისთვის მაქვს სათქმელი მაგრამ ვერიკო გოჯიაშვილს ნინო ჩუბინძეს ლალი ბადრიძეს მაკა გორდელაძეს ვინმე არ გამომჩა ძალიან ბევრი მაგრამ გადაუხადო მადლობა იმიტომ რომ ისინი არიან ფსიქოლოგები რომლებიც ფრთებქვეშ მოუხდი მეც როგორ ვთქვა მაყურებელი მსმენელი და პრაქტიკაში გადაიტანენ მათ მაგათმა ამოწიეს ჩემში იმიტომ რომ დაინახეს ჩემი ასეთი სილაღე რანაირად ამას ადამიანს სწავლობენ და შენო რანაირად და რა ვიცი აი ეს ღვთის წყალობით მადლობა ძალიან დიდი დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე